ამ ეტაპზე სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს, რადგან სტატისტიკის მიხედვით, სწორედ სიჩქარის გადაჭარბება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ავტოავარიების მზარდი რაოდენობის. აცხადებს სპექტრთან ფონდის პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი. ირაკლი იზორიას თქმით, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მძღოლი არა მარტო უნდა დაჯარიმდეს, არამედ ეს ჯარიმა აუცილებლად უნდა მიებას ქულათა სისტემას. თუ მძღოლის სიჩქარეს გადააჭარბებს, მას ქულაც დააკლდება. იზორიას განცხადებით, ქულათა სისტემაში ვიდეო ჯარიმების დამატება აღსრულების მექანიზმს მეტად ეფექტიანს გახდის. მისივე თქმით, თავად სიჩქარის ლიმიტებით საქართველოში ძალიან მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით. სახელმწიფო მუშაობს სიჩქარის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის კომპლექსური საკითხი, ვისით რომ საგზაო შემთხვევების პირველი გამომწვევი მიზეზი სიკვდილიანობისა და დაშავებულობის არის სიჩქარის გადაჭარბება. ყოველწლიურად ხდება მზარდად და პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება, გამომდინარე იქიდან, რომ სიჩქარის გადაჭარბების ფაქტებზე მხოლოდ ბოლო 2024 წლის განმავლობაში სადღაც 1,5 მილიონი ჯარიმა დაწერილი და ეს ფაქტები არ არის მიბმული ქულათა სისტემაზე. შესაბამისად, ადამიანები განუსაზღვრელად იხდიან ამ თანხებს, ვისაც აქვს ამის საშუალება და მაინც სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ. ამიტომ სიჩქარის მენეჯმენტის პროგრამა ითვალისწინებს სიჩქარის ვიდეო ჯარიმების მიღებას ქულათა სისტემაზე და კონკრეტული დარღვევის შემდგომ ქულა ჩამოაყალიბება მძღოლი და როცა უკვე 100 ქულა ამოიწურება, მას არ შეეზღუდება გადაადგილება გზებზე, ანუ მართვის მოსმობის უფლება შეუჩერდება და შესაბამისად უნდა დაემატოს ასევე ის 15 კილომეტრიანი მარჟა, რომელიც საპატიებელი გარემოება არის ჩვენი მძღოლებისთვის, თუ არის პირობითად 100 კm/სთ დაშვებული, შეუძლიათ რომ 115 გადაადგილდნენ და ვერცეთ მსოფლიოს ერთ-ერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ მსგავს პრაქტიკას, ეს არის საბჭოური გადმონაშთი კანონმდებლობაში და უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ თითოეული კილომეტრის გაზრდა, 1 კილომეტრის გაზრდა უდრის 4-ჯერ სიკვდილიანობის გაზრდას. გამომდინარე აქედან ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს 15 კm/სთ და ვფიქრობ, რომ მისი შემცირება მოხდება და ასევე ურბანულ დასახლებებშიც და სკოლებთან სიჩქარის შემცირება, ვისით რომ ზოგან 60-ია, ზოგან 50-ია სკოლებთან 40, რაც ყოველდღე დაუშვებელია და ისეთ ადგილებში, სადაც ბაღები და სკოლებია განთავსებული, სიჩქარის მენეჯმენტის ფარგლებში 30 კილომეტრამდე უნდა მოხდეს ჩამოწევა. რაც შეეხება თვითონ უშუალო სტატისტიკას, სტატისტიკა დინამიკურად არ იცვლება წინა წელთან შედარებით. წინა წელს 2023-ში 454 ადამიანი გარდაიცვალა და აქედან 2023-ში და 24-ში გარდაიცვალა 452 ადამიანი, ანუ 2 ადამიანით ნაკლები, ხოლო მძიმე დაშავებულობის ფაქტები გვაქვს სადღაც 7500 ბოლო წლების განმავლობაში. ანუ ძალიან დიდია იმ მასშტაბებისთვის, რა მასშტაბებიც არის საქართველოს, პატარა ქვეყანაა, შესაბამისად სხვა ევროპულ ქვეყნის მაჩვენებელთან ერთად დაახლოებით 9-10-ით უფრო მეტად ხდება საგზაო შემთხვევები საქართველოში და მეტი სიკვდილიანობა გვაქვს. ასევე თუ ინდექსებით შევადარებთ, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში ყოველ 100,000 მოსახლეზე თუ არის 2-3 გარდაცვლილი, ჩვენ შემთხვევაში 100,000 მოსახლეზე გამოდის სადღაც 10-11, თან 12, ანუ ძალიან მაღალია. აქედან გამომდინარე სტატისტიკის დინამიკის კვლევა ბოლო წლებში ვერ ხდება, თუმცა მინდა ვთქვა ის, რომ რაც ეროვნული სტრატეგია რაც არსებობს საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა 2025 წლის ბოლომდე გეგმაში არის გაწერილი, რომ საგზაო შემთხვევები უნდა შემცირდეს 25%-მდე და დიდი იმედი მაქვს ამ გეგმის შესაბამისად იქნება ჩატარებული მოქმედებები, რაც დაკავშირებულია სიჩქარის მენეჯმენტთან, ასევე ვიცით რომ ნაცნობაზეც შეიძლება კანონმდებლობა გამკაცდეს, იქ კანონმდებლობა შეიძლება ასევე გავამკაცროთ უშუალოდ ისეთ მძღოლებზე, რომლებიც ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მართავენ ავტომობილებს და მოკლედ აღსრულების გაძლიერება იქნება საჭირო იმისათვის, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ კანონდამტვერი მძღოლების შეჩერება და შესაბამისად მათთვის მოწმობის ჩამოყალიბება, რომ შემდგომ ამ მძღოლებმა ვერ განახორციელონ გზებში გადაადგილება. 2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 253 ადამიანს ჩამოერთვა. 2024 წელს კი 186 მძღოლს. აღსანიშნავია, რომ ქულათა გამოკლების სისტემა ამ ეტაპზე მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს.